პირის ღრუში რაღაცა გამომივიდა, ასე ამბობენ ხოლმე, ან ხელს რომ მივაჭერ მტკივნეულია, ზოგჯერ სისხლი მოძდით, ზოგჯერ თეთრია, ზოგჯერ მაგარია უბრალოდ თვით რომ დაადებ და ძალიან ხშირია პირის ღრუში რაღაცა გამონაზარდი ან წანაზარდი და მან პირველი კითხვა ის არის ხოლმე რომ ხო არ არის სიმსივნე, ხომ არ არის საშიში, რა დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, როდის უნდა ვინერვიულოთ და როდის შეიძლება სხვანაირად მივუდგეთ. ამაზე ვისაუბრებთ, ყველაზე ხშირ მიზეზს გეტყვით, რა იწვევს პირის ღრუში გამონაზარდს, რამდენად ხშირია და როგორ უმკურნალოთ. ძალიან ხშირია ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს ეს პირის ღრუშიან გამომბერილობა რაღაცა მასა რომელს მოსინჯვაც თითით შეუძლია და ყველაზე ხშირი არის აბსცესი. აბსცესი რა არის? რომ წარმოიდგინოთ ბუშტუკივით, ოღონდ ჩირქით სავსე, ეგ არის აბსცესი ან ჯიბე, რომელიც სავსე იქნება ჩირქით. რატო ხდება და საიდან ხდება? როცა ადამიანს უზიანდება კბილი, შეიძლება კარიესი, ხო, კარიესიც რა არის? ბაქტერია, რომელიც მრავლდება კბილში, აზიანებს კბილს, შედის ღრმად, იქ მრავლდება, მერე აუყვება არხს, კბილის არხს, ფესვს და მიაღწევს რბილ ქსოვილებში, ღრძილში, იქაც გამრავლდება, იქ გამოიწვევს ანთებას, რომ გამოიწვევს იმუნური უჯრედები მოვა, იმუნური უჯრედები რომ მოვა, ისინი შეებრძოლებიან ერთმანეთს ბაქტერიებს და აქ განვითარდება ჩირკი. ჩირკს მე ვხედავთ ჩვენ, რომელიც გამოდის ღრძილი გამოიბერება, იქნება ბუშტივით, ან არ იქნება ბუშტივით და იქნება წითელი, ან იქნება მოთეთრო, ან ყვითელი, მაგრამ თის რა დაადებ მტკივნეული იქნება. ეგ არის აბსცესი. აბსცესი ძალიან ხშირია, უზომოდ ხშირია, ბავშვებში უფრო მეტად, დიდებში არანაკლებ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ხშირია. ყველაზე მეტად ხდება ღრძილებზე, კბილებთან ახლოს, კბილის ფესვთან ახლოს, კბილის ზევით მაგალითად, ხშირია ზედა ღრძილებზე. ხელის დადებით მტკივნეულია, ზოგჯერ თუ ძალიან მიაჭარს ადამიანი ჩირკი გამოასხავს, შეიძლება ძალიან მტკივნეულიც იყოს, შეიძლება ფეთქვის მსგავსი შეგრძნებაც ჰქონდეს ადამიანს და უმეტესად ასოცირებულია დაზიანებულ კბილთან, ანუ ადამიანი იტყვის, რომ ეს კბილი ან ნერვი მკვდარი აქვს, ან კარიესი აქვს, ან რაღაცა ჭირს მოკლედ იმ კბილს და იმის ზევით იქნება, ან იმის ქვევით იქნება ეს აბსცესი. აბსცესი თავისი დგავა, როგორც წესი თავის არ გადის, როგორც წესი ჭირდება მკურნალობა. მკურნალობაში გულისხმება ერთი რომ ტრენირება უნდა მოხდეს აბსცესის, ან ჩირკი უნდა გამოვიდეს, მეორე იგულისხმება რომ ის მიზეზი რატომაც იქ ჩირკი გროვდება, მაგას უნდა უმკურნალო, შეიძლება იყოს არხების გაწმენდა კბილის შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში კბილის ამოღება. გააჩნია რა იწვევს ან ღრძილების მკურნალობა, ზოგჯერ ღრძილების გამო ხდება ხოლმე. მთავარი აზრი არის რომ მიზეზს უნდა უმკურნალოთ, თორემ თავისით არ გავა, თუ არ უმკურნალეთ რა მოხდება და ქრონიკულ ხასიათს მიიღებს, ქრონიკულ შემთხვევაში ნაკლებად მტკივნეულია, მაგრამ გამწვავებები, გართულებები ახასიათებს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ინფექცია გავრცელდეს, ნიშნავს რომ გავრცელდეს ნამდვილად და საკმაოდ სერიოზული შედეგები მოყვეს, შეიძლება დააზიანოს ძვალი, ძვლის დაზიანება სახუმარო არ არის. ამიტომ მკურნალობა ჭირდება აბსცესებს, თუმცა დადებითი ის აქვს, რომ ხშირ შემთხვევაში იმდანაც საშიში არ არის. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. მკურნალობაში აუცილებელია მისი დრენირება, აუცილებელია მიზეზის მოცილება და ზოგჯერ ანტიბიოტიკებით ხდება ხოლმე საჭირო. ანტიბიოტიკებიდან ყველაზე ხშირად ამოქსიცილინი გამოიყენება ამ დროს, ზოგჯერ კლარიტრომიცინი, ზოგჯერ აუგმენტინი. რაც შეეხება სავლებებიდან ქლორჰექსიდინი გამოიყენება ყველაზე ხშირად. ქლორჰექსიდინს ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და მეორე დადებითი მხარე ის აქვს, რომ აჩქარებს შეხორცების პროცესს. თუ დაზიანებულია ღრძილი და ხშირად დაზიანებულია. ეს არის პირველი მიზეზი, ყველაზე ხშირი. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი არის პიოგენური
გრანულომა ცოტა უცნაური სახელი აქვს, მაგრამ თვითონ არაფერი უცნაური მანდ არ არის. არის წანაზარდი, რბილი წანაზარდი, მოკლედ გრძილზე რო წარმოიდგინოთ, რომელიც იზრდება ჩქარა, რომელიც პატარა გორასავით არის მოკლედ, რომელიც თითის დადებით სისხლდენია, სისხლი მოძლის ადამიანს თუ თითს დაადებს ცოტა ძლიერად, რომელიც მტკივნეული არ არის და რომელიც ძალიან ხშირია ბავშვებში განსაკუთრებით, ორსულებშიც ხშირია. რატო ვითარდება? ვითარდება ორგანიზმის გადამეტებული რეაქციით გაღიზიანებაზე. გაღიზიანება შეიძლება იყოს მცირე ტრავმაც, ინფექციაც და ჰორმონული ცვლილებაც, მაგალითად ორსულობის დროს. ორსულობის სიმსივნესაც ეძახიან მაგას, მაგრამ სიმსივნესთან საერთო არაფერი არ აქვს. პიოგენურსაც ეძახიან, მაგრამ ჩირკთანაც საერთო არაფერი არ აქვს. გრანულომას ეძახიან, მაგრამ გრანულომა ნამდვილად არის. ხო, იზრდება ჩქარა, შემაწუხებელია ამ მხრივ, ტკივილს არ იწვევს, საშიშიც არ არის. სისხლდენი იმიტოა, რომ როცა ანთებითი პროცესი ვითარდება და ანთება ვითარდება, კაპილარული ქსელი ყალიბდება იქ ქსოვილებში. ეს კაპილარული ქსელი ნაზია, თითს რო დაადებ, მიკროტრაუმებს იწვევს და ეგ იწვევს სისხლდენას. ეგ არის რატომაც სისხლდენას იწვევს. კარგი პროგნოზი აქვს, პროგნოზი ნიშნავს, რომ არ გადაგვარდება და სიმსივნე არ გახდება. ბავშვებში ძალიან ხშირია და ქირურგიული მოცილება საკმარისია და შველის. ორსულებში ხშირად აკვირდებიან და არ მოქმედებენ, რადგან შეიძლება რაღაც დროის მერე გაქრეს თავისით და პრობლემა საერთოდ არ იყოს. ამიტომ პიოგენური გრანულომაც ჯამში დიდი პრობლემა არ არის, საშიში არ არის, მაგრამ მკურნალობა ჭირდება ბევრ შემთხვევაში, ორსულობის შემთხვევაში შეიძლება გავიდეს თავისით. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი არის გაღიზიანებით გამოწვეული ფიბრომა, პირის ღრუში ასეთი კვანძის, ან თითით რომ მოსინჯავ რბილი წანაზარდის, ან ქსოვილის. როგორია, ანუ ფიბრომა არის, თითით რომ შეეხები გლუვია, ამობურცულობაა, ვარდისფერია, რომ შეხედავ, არის თავისთვის არ ტკივა ადამიანს, არც არ იწვევს რამე განსაკუთრებულ სიმპტომებს და არც საშიში არ არის როგორც წესი. ეს გაღიზიანების ფიბრომა ვითარდება მაშინ, როცა მაგალითად ბავშვი ძალიან ხშირად იკბენს ლოყაზე, ხო, ლოყის შიგნითა ზედაპირზე და იქ შეიძლება განვითარდეს, ან მაგალითად ცუდად დაპლომბილი კბილი, რომელიც მუდმივად აღიზიანებს ლოყას შიგნითა ზედაპირს, იქაც შეიძლება განვითარდეს, ან სხვა გამღიზიანებლის გამო, ბრეკეტების, სტარების გამო. ეგ არის ძირითადად რატომაც ეს ფიბრომები ვითარდება. ეს ფიბრომაც საშიში არ არის, არც სისხლდენი არ არის, არც ინფექცია არ ვითარდება და არც დიდად გადაგვარების რისკი არ აქვს. რაღაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გადაგვარდეს, მაგრამ როგორც წესი საშიში არ არის. მკურნალობა აქაც არის ქირურგიული მოკვეთა, პროგნოზი აქაც ძალიან კარგი აქვს. და შემდეგი მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი არის აფთოზური სტომატიტი. გაგიათ ალბათ, სტომატიტსაც ეძახიან უბრალოდ. რა არის ეგ? სიამოვნებაში ტექნიკურად ეგ არის წყლული და წანაზარდი ერთმანეთისგან განსხვავდება, რა თქმა უნდა. პირში რაღაც გამბერილი მაქვს სტომატიზე არ იტყვიან, ან იტყვიან ზოგჯერ განსაკუთრებით თავში, როცა სანამ წყლული განვითარდება, სანამ ჩაღრმავება განვითარდება, მანამდე ინფექცია არის, როგორც წესი, მანამდე გამოიბერება და ეს გამობერვას ადამიანები გრძნობენ, ტკივილი ახასიათებს. როგორ გამოიყურება თეთრად ეს წყლული, მოთეთროთ, მოყვითალოთ, გარშემო აქ არშია არის წითელი, ეს სიწითლე ანთების ნიშანია. თითქმის ყველა ადამიანს გამოცდია ეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გრძელდება, საკვებს აქვს გავლენა, მწარე და მჟავე და ესეთმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება სიმპტომებიც გამოიწვიოს, ზუსტად არ ვიცით რა იწვევს, ვარაუდია რომ ზოგჯერ ვირუსული ინფექცია, ზოგჯერ
დაზიანება, ზოგჯერ საკვები შეიძლება იყოს ტრიგერი, სხვა მიზეზი შეიძლება ქონდეს. დაახლოებით 2 კვირაში გადის თავისით მკურნალობის გარეშეც, მკურნალობაც შესაძლებელია, ზოგჯერ ადგილობრივ ანესთეტიკებს იყენებენ ტკივილგამაყუჩებისთვის, ქლორჰექსიდინის ეფექტურია, ქლორჰექსიდინის ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და შეხორცებას უწყობს ხელს. ასევე ხალხური მედიცინიდან შაბის დადება არის ხოლმე, რომელსაც მეტნაკლებად ეფექტი აქვს და იმდენად ყოველ შემთხვევაში რომ ცნობილია. ესეც დიდი პრობლემა არ არის, მოკლედ გადის თავისით და როდის არის პრობლემა პირისხლოში დაზიანება ან წანაზარდი, პრობლემა არის, როცა არის სიმსივნე. სიმსივნე ყველაზე ხშირად არის ხოლმე ბრტყელუჯრედიანი კარცინომები პირისხლს, მაგაზე მოდის მთელი უდიდესი წილი პირისხლოს სიმსივნეების, ვის ვითარდება, ვინ არის რისკის ქვეშ განსაკუთრებით, 50 წელსლებით კაცები, მწეველები ან ალკოჰოლს ვინც იღებს ქრონიკულად ის ადამიანები, უზიანდებათ რეგულარულად მათ ხრძილები, ოქსიდაციური სტრესიც ხდება, დნმ-ი ზიანდება, დნმ-ი ზიანდება, უჯრედები ზიანდება, უჯრედები გადაგვარდება და სიმსივნის ზრდა იწყება. ეს სიმსივნე როგორია უსწორმასწოროა როგორც წესი ხელის შეხებით, შეიძლება გავდეს წყლულს ან წანაზარდს, თავისი არა ერთგვაროვანი სტრუქტურით მიიქცევს ყურადღებას, როცა ეხება ადამიანი, არ აქვს ერთგვაროვანი კიდეები, არ აქვს ისეთი შემოსაზღვრული ფორმა, როგორც მაგალითად აფთოზურ სტომატიც, არა ისეთი გამოკვეთილად ჩქარაგანვითარებადი, როგორც აბსცესი მაგალითად და ჩირქიანი და მტკივნეული, უმეტესად და თავიდან უმტკივნეულად მიმდინარეობს და ადამიანებს შეიძლება ეგონოთ უბრალოდ რამე წანაზარდი, ან ფიბრომა, ან პიოგენური გრანულომა, ნებისმიერ რამე შეიძლება გავდეს თავიდან, ან უბრალოდ სტომატიტი იმით გამოირჩევა, რომ დროთა განმავლობაში არ გადის, არამედ იზრდება და ყურადღება ჭირდება. ყურადღება ჭირდებაში იგულისხმება, რომ თუ კი ადამიანს აქვს ესეთი წყლული, ესეთი წანაზარდი ან გამონაზარდი პირისხლში ან ხრძილზე, აუცილებლად ბიოპსია საჭირო. ბიოპსიის შედეგად დადგინდება რა არის მიზეზი, რა არის მისი, რა ჭირს და თუ კი სიმსივნეა, მაშინ მკურნალობა ჭირდება. სიმსივნის ადრეულ შემჩნევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მკურნალობა ეფექტურია თავიდან, მეც მეტნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ამ სიმსივნეს ახასიათებს ორგანიზმში გავრცელება, ორგანიზმში რო ვრცელდება, განკურნების ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება. განკურნებაზე რო საუბრობთ, გულისხმობთ სრული განკურნება შესაძლებელია, თუ პირველ სტადიაზე იპოვის ადამიანი 80%-ით, დაახლოებით 80-90% შესაძლებელია სრული განკურნება, ამოჭრა, რადიაციული თერაპია და ამათი კომბინაციით ადამიანი განიკურნება. საკმაოდ დიდი რამეა, თუ კი სიმსივნეს ადამიანი დროულად შეამჩნევს, უმკურნალებს და განიკურნება ეს საჩუქარია რეალურად, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ესეთი რაღაცეები თუ იქნება დაუდევრობით ან უყურადღებობით ადამიანს არ გამორჩეს და შეამჩნიოს. თუ მესამე-მეოთხე სტადიაში გადავა ეს პირისხლოს სიმსივნეები ძნელი სამკურნალოა და ეფექტურობა მნიშვნელოვნად იკლებს, ამიტომ რაც დროულად მოხდება შემჩნევა, მით უკეთესი, განსაკუთრებით რისკ ფაქტორებს ყურადღება უნდა მიაქციოს ადამიანმა, თუ არის მწეველი, თუ აქვს მნიშვნელოვანი დაზიანება პირისხლში, რომელიც არ გადის, რომელიც წანაზარდი, რომელიც ვითარდება ნელ-ნელა, წყლული, რომელიც უსწორმასწოროა, ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა და კიდევ ბევრი მიზეზია, რაც პირისხლში იწვევს, რა თქმა უნდა, გამობურცულობებს, წანაზარდებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ შევეხეთ ყველაზე ხშირს, ყველაზე ხშირად მიზეზს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც არ უნდა გამოგვეპაროს, რადგან ამან შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, თქვენგან სოლიდარობის გამოხატულება
ჩემს მიმართ ეს და ამისთვის მადლობელი დაგრჩებით და თან არხსაც დაეხმარებით განვითარებაში. მადლობა რომ ჩემთან ხართ და გაინტერესებთ.